თუთის ფორთოლი დიაბეტიკებისთვის არის ერთადერთი ყველაზე საუკეთესო მცენარეული წამალი. 3 წლის წინ მე გითხარი, რომ სიცხლში ამცირებს შაქარის რაოდენობა. ინსულინი ხდება სენსიტიური. ეხლა კვლევები არის ჩატარებული დიაბეტიანი ადამიანისთვის, 36 დიაბეტიანი ადამიანისთვის მისცემული აქსტრატი, ანუ დღიური 5 გრამის დოზა 18.2%-ით შემცირდა გლუკოზის რაოდენობა საჭმელი ჭამის მერე. მეორე, პრიდიაბეტიკები, ეგეთი ადამიანი, რომელიც უკვე დღეს დიაბეტი ჯერ არ არის, პრიდიაბეტია, ვითომ არ გადავიდა არადროს. 4 კვირა მიიგებ და შემცირდა მაგათი ციფრები HbA1c გლიკოზირებული ჰემოგლობინი რო არის, ეს შემცირდა. გლიკოზირებული ჰემოგლობინის ციფრები თუ შემცირდება, ესე იგი გვიძლმა დაიწყოთ შენახული ნახშირწყლები და ენერგიის დახარჯვა და ეს ადამიანი მომავალში დიაბეტიკი არ გახდება. ეხლა როგორ უნდა მიიღო? აიურვედაში ადრე იგებდნენ სოცხალი ფორთოლი, გარეცხე 2-3 ფორთოლი, თუ ძალიან დიდია 2 ფორთოლი 200 მლ წყალში მოხარშე ეს საჭმელი ჭამის ზუსტად წინ ან საჭმელი ჭამის ზუსტად მერე მაგის ჩაი, როგორც სხვა ჩაი, ისე დალien ნელა-ნელა თბილი. ან ეხლა ზამთარში რა უნდა გააკეთო? ეს შეიკრიფეთ, ეხლა შეგიძლია მზეზე გაამშრალეთ და შეინახე გამომშრალი თუთის ფორთოლი. ერთადერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება. ჩვენ დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა, ეს ყველაფერი ერთი მცენარით კი არ იკურნება. ჩვენი კვება და ეს დამხმარე საშუალება. ბერბერინი, დარიჩინი, აი ეს თუთის ფორთოლი. ეს ყველაფერი უნდა გქონდე თქვენი კვებაში. საჭმელი ჭამე, ჯერ ბოსტნეული და მერე სხვა საჭმელი და იარე. ეს 3 საქციელი საუკეთესოა, რომ დიაბეტი არადროს არ გართულდე, თუ დღეს ვითომ პრიდიაბეტი ხარ, არ გადახვიდე დიაბეტში და სიმსუქნე და ეს ინსულინის რეზისტენტობის ტიპის დაავადებები, რომ არ შეგაცუქო. ეგეთი ინფორმაცია თქვენამდე არადროს არ უნდა შეინახოთ. გააზიარეთ თქვენი მეგობრებში და როცა თქვენ დაალაიქებს, დააკომენტარებს და გააზიარეთ, ეს ვიდეო მერე უფრო მეტი ადამიანს შეხვდება. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი.